პირიქით დიდი მადლობა და მივესალმები თქვენ მაყურებელს. ერთადერთი ეხლა რაც შემიძლია გითხრათ, ამ კითხვაზე ხმა მიბრუნდება უკაცრავად მოვიხსნი. კი ბატონო. ერთადერთი ეხლა მე რაც შემიძლია გითხრათ, არ ვიცი, ალბათ ეს არის პოლარიზაცია, რომელიც არსებობს, იმიტომ რომ ძალიან უცნაურია რაც ხდება. რაღაცა ორი სიმართლის შორის აღმოჩნდა, ორი შექმნილი სიმართლის შორის აღმოჩნდა საქართველოს. ქართველები საერთოდ რაღაცნაირი უცნაური ხალხი ვართ, ორი ახალი წელი გვაქვს, ორი შობა გვაქვს. ეხლა ორი პრეზიდენტი ყავს, ორი არ ვიცი, ერთ ფაქტზე ორი სხვადასხვა შეხედულება, გმირებს ვაჯილდოვებთ, აქეთ ღირსების ორდენით პოლიციელებს და იქით სიაში შეყავთ. ასე რომ რაღაცა წარმოუდგენელია, სად არის სიმართლე, ეს აღარ ვიცით. ამიტომაც ერთი მხარე აი რაღაცა წარმოუდგენლად ეკაჩება თავისკენ ამას და მგონია რომ მაქსიმალურ ჩიხში მიდიან. ეს არის ყველაზე უფრო ცუდი. ეს აი ამაში გახლეჩილი ხალხი არის ყველაზე უფრო საშინელი. ამიტომ ჩემი აზრით მგონია რომ რაღაცა საერთო ნიშნები უნდა მოვუნახოთ, რაშიც ვთანხმდებით. მაგალითად მგონია რომ ყველა ვთანხმდებით იმაში, რომ ძალადობა არ შეიძლება. მგონია რომ ყველა ვთანხმდებით იმაში, რომ პატიმრები უნდა გაანთავისუფლონ. ამიტომ მოდი დავიწყოთ ამით. გაანთავისუფლონ პატიმრები სასწრაფოდ, თორე არ არსებობს ვერ შევთანხმდებით ვერაფერზე და ეს პოლარიზაცია სადამდე მივა უკვე აღარც ვიცი. დათო, მე შეგეკამათებოდით ერთ ნაწილში თქვენი პასუხისა, ორი მხარე, როდესაც ჩვენ აი ახლა როდესაც თქვენ საუბრობთ, სამწუხაროდ ერთ მხარეს არის მხოლოდ აი ეს ხალხი დარჩენილი ხელისუფლებაში რომ ცდილობს დარჩენას და დანარჩენ მხარეს არის საქართველოს, იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ მაინც ორ მხარეზე არ ვლაპარაკობდი. ხო, შეიძლება განმარტება იყოს ამისი მაინც. ორ მხარეზე არ ვლაპარაკებდი, მე ვლაპარაკობ ორ სიმართლეზე. ანუ ორი სხვადასხვა სიმართლეზე. მხოლოდ და მხოლოდ ამაზე მაქვს ამ შემთხვევაში ლაპარაკი. მე კითხვა მინდა. რაც შეეხება მხარეს, შენიცი რომ მე ძალიან ბევრი გარე ღონისძიებები მაქვს გაკეთებული და ვიცი ეს როგორ კეთდება და რა ჯაფაა და ვთქვათ 2000 კაციანი ღონისძიებაც გამიკეთებია. მე მინდა უბრალოდ გამოვეხმაურო იმას და გამოვეხმაურო აი ამ მხარესაც. ის რაც დღეს თბილისის ქუჩებში ხდება, ეს არ იდგმება უბრალოდ. ესე არ ხდება და ვერ გაკეთდება უბრალოდ. ის მან ხდება ისეთი რამე, რაც დაუჯერებელია, ენით უთქმელია. არსებობს ეგეთი გამოთქმა, რომ რასაც ვერ იყიდი ფულით, იყიდი დიდი ფულით და აი იქ რაც ხდება დღეს რუსთაველზე, მაგას დიდი ფულითაც ვერ იყიდი. არ იყიდება ეგეთი რაღაცები, ეგ უბრალოდ არსებობს და ჩვენ აი ჩემ თვალწინ ხდება მართლა ახალი სახელმწიფოს ფორმირება, მე მგონი ახალი საქართველოს ფორმირება. როგორ შეუძლია ამ ხალხს აბსოლუტურად ყველას გარეშე ესე თვითორგანიზება, უბრალოდ გაოცებული ვარ და გაკვირვებული ვარ. მე მაქვს იცით ამაზე ჩემი პასუხი, დაუშვათ არჩევნები, პასუხი რა, ანუ ჩემი აზრი დაუშვათ არჩევნების გარდა, რომელიც იცით, ყველამ ვიცით როგორ ჩატარდა და არავის არ ჯერა, ლეგიტიმაციაც კი ვერ მოიპოვა ამ არჩევნებმა, გუშინდელი დასკვნაც ეუთო ოდირის ამაზე მეტყველებდა. ამის მიღმა ვფიქრობ, რომ აი ამდენი ადამიანი რომ 24 დღეა გამოდის ქუჩაში, ასე თვითორგანიზებით, პარტიების ორგანიზების გარეშე, ეს მოიტანა გაბრაზებამ. ეს მოიტანა ჩემი აზრით სისასტიკემ და ვფიქრობ, რომ თქვენ ნამდვილად ხართ ეხლა ის რესპონდენტი, რომელიც ამ თემაზე ალბათ საუკეთესოდ ისაუბრებდა. გაბრაზებამ და სისასტიკემ, ახალგაზრდების ცემამ, დაჭერამ, აი მე წავიკითხე წეღან თქვენი სიტყვები, რომელიც ანდრო ჭიჭინაძის დაპატიმრებასთან დაკავშირებით თქვენგან მოისმინა თელმა ქვეყანამ. ანუ აი ამ გაბრაზებამ გამოიყვანა და გამოყავს ჩემი აზრით ეს ქვეყანა ქუჩაში. ჩვენ ხომ ვიცით, რომ საქართველოს არასოდეს არ გაატარებს იმ სისასტიკეს, რაც ნახეს. მაგალითად იგივე რაც არის ანდრო ჭიჭინაძის თავს. რაც ვნახეთ ჩვენ არაერთი ნაცემი დაჭერილი სასტიკად ნაწამები მსახიობი, რომლებიც წესით, აი როგორც თქვენ საუბრობდით, თავისი პროფესიული მოვალეობის შესრულებით უნდა იყვნენ დაკავებული, სცენებზე უნდა იდგნენ ეს ადამიანები და ამ დროს იზოლატორებში ნაცემები, დალურჯებულები და ვნახეთ. ახლაც ციხეში ზის 53 წლის ცხინვალის
ცხინვალის თეატრის მსახიობი ვეფხია კასრაძეც. მე მაინტერესებს თქვენ ალბათ ძალიან ბევრი იფიქრეთ ამ დღეებში. რით იხსნით და თუ ასეთი სისასტიკე განსაკუთრებით ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების წინააღმდეგ? აი, რა ნება გამოიკვეთა ამაში ამ ხალხის მხრიდან? მე მგონია რომ დღეს ჩვენ ძალიან დიდი ხანია ფაქტიურად 1-4 წელია უბრალოდ სცენიდან ვამბობდით იმ სათქმელს რომელიც გვაწუხებდა და ძალიან ბევრი თეატრი მათ შორის საქართველოში და ძალიან ბევრი თეატრის მართლა ზუსტად უჭირავს იმპულსაციაზე ხელი რაც ღარეთ ხდებოდა მაგრამ ეს ყველაფერი გადაიზარდა ჩემის აზრით იმდენად დაუჯერებელ ამბავში იმდენად არავინ არ შეიბერტყა ყურის სცენიდან რასაც ვლაპარაკობდით იმაზე რომ თავისთავად მოხდა ის რომ მაყურებელი გავიდა გარეთ და სანამ მაყურებელი გარეთ გავიდოდა მსახიობებიც გავიდნენ გარეთ. გავიდნენ გარეთ რომ იქ იყვირონ, იქ მოუწოდონ, არ ვიცი, იქ იმღერონ, გაამხნევონ და თქვან რომ ეს ყველაფერი შესაძლებელია. ხალხი იქ დგას ცვლილებებისთვის, ხალხს უნდა ცვლილება. აღარ შეიძლება აი ამ ერთი ვერტიკალის ყურება მივხვდით რომ ეს დაუშვებელია, ამიტომ ხალხი იქ გავიდა ცვლილებებისთვის. არა რომელიმე პარტიისთვის, არამედ ცვლილებისთვის, რომ ქართული ხალხი იმსახურებს ამ ცვლილებას. ძალიან დიდ ბოდის ვიხდი, მაგრამ მე მინდა ეხლა ვისარგებლო უბრალოდ შემთხვევით და მე მეგონა რომ თავიდან მე ხო არ ვარ ესეთი ეგზალტირებული, იმიტომ რომ ჩემ თეატრში ფაქტიურად ერთი მსახიობს ხვალ 23-ში სასამართლოა. მეორე დაჭერილია, მესამე ისეთი ნაცემია, როდის აღიდგენს თავს არ ვიცი. დაახლოებით ჩემი 10 მსახიობი წარმოუდგენელ წნეხშია. ურეკავენ მათ შვილებს და აბულინგებენ. საოცრება ხდება და მე შეიძლება რომ ამ ბაბლში ხომ არ ვარ თქო, მაგრამ მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით, აგერ ხელში მიჭირავს 2000 ხელმოწერა, რომელიც არის ამ დროზე. და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ქართული თეატრების ხელმოწერა. და მინდა რომ ყველა თეატრს სათითაოდ გადაუხადო მადლობა იმისთვის, რომ ესე მხარში შეგვიძლია დაუდგეთ ერთმანეთს და მართლა ერთხელ და სამუდაოდ დავამთავროთ და ვთქვათ, რომ არ შეიძლება ჩვენ შვილებზე ხელი საწევა. შეუთითხნონ რაღაც იდიოტური საქმეები სრულიად და თან მოსამართლეებმა ესე ერთი ხელის დარტყმით გადაწყვიტონ და დაამთავრონ ეს ყველაფერი. 6 წელზეა ხალხნო საქმე. მე არ შემიძლია ეხლა აქ არ გამოვხატო ჩემი სოლიდარობა პატარა სტუდენტების მიმართ თეატრალურ ინსტიტუტში, რომელიც კბილებით იცავენ ყველაფერს. ხალხნო ეს სხვა თაობა, ამ თაობასთან არ შეიძლება იმ ტონით ლაპარაკი, იმ მონოტონური ტონით ლაპარაკი, რომლითაც იწყება ჩვენი ყოველი დღილა. არ შეიძლება ამ ტონით ლაპარაკი და მე მიხარია მე მიხარია რომ ეს არის სხვა საქართველო და ამ საქართველოს სხვანაირი მართვა უნდა. ისწავლეთ პოლიტიკოსებმა ხალხის მართვა. აი ეს არის მთავარი. იმიტომ რომ ამ ხალხს ესე როგორც მართავდით, ვეღარ მართავთ. ეს ნამდვილად შემიძლია ვთქვა. იცით ძალიან არ მინდა ხოლმე რომ გავაზვიადო რაღაც ჰიპერბოლიზება მოვახდინო მოვლენების ამ ფაქტების, როდესაც აი ამ თემებზე ვსაუბრობ, მაგრამ ძალიან ბევრმა, მათ შორის თქვენმა კოლეგამ ამ დღეების განმავლობაში, როცა ჩემთან სტუმრად იმყოფებოდა, თქვა ასეთი რამ, რომ აი მაგალითად გავიხსენებდი ნანა ჯანელიძე მყავდა ერთი კვირის წინ სტუმრად გადაცემაში და ეს კაკუნიო ძალიან წააგავს იმ კაკუნს, რაზეც თავის დროზე მონანიება იქნა გადაღებული. რაღაც უცნაური რამ გამოიკვეთა დათო, რომ განსაკუთრებით ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს აღმოჩნდა, რომ უპირისპირდება ეს ხალხი, ვისაც სურს ისევ ერქვას ჩვენი ხელისუფლება. თუ გიფიქრიათ რატომ? მე აქვე გეტყვით ჩემს მოსაზრებას. მე სულ მაქვს ამ დღეებში განცდა, ბევრი ვიფიქრე ამ თემაზე, რატომ მსახიობები, რატომ თეატრალები, რატომ ებრძვიან ასე და გამიჩნდა ასეთი აზრი, რომ ალბათ თქო ივანიშვილს თავის დროზე გაწეული დახმარების თუ ქველმოქმედების გამო უსაზღრო მორჩილების მოლოდინი ჰქონდა თქვენი სფეროს წარმომადგენლებისგან. დამეთანხმებოდით თუ არა ამაში, რომ მან გააკეთა ბევრი წლების განმავლობაში და შემდეგ ეგონა რომ ხელისუფლებაში რომ მოვიდა, ყველანი უნდა ყოფილიყავით მისი მორჩილები, ანუ რაღაცა მონური მორჩილების მოლოდინი ხომ არ ქონდა ამ კაცს და როცა მოისმინა მერე კრიტიკული აზრი, ძალიან თამამად გამოთქმული აზრი, ბევრი მსახიობისგან, ბევრი რეჟისორისგან, აი ამიტომ ხომ არ დაიწყო ესეთი სასტიკი ანგარიშწორება სწორედ თქვენ სფეროზე. წამომყვებოდით ამ ვერსიაში?
იცი რაშია ინგა საქმე, მე არ მგონია რომ ხელოვანი ხალხი ესე მარტივად იყიდება. მართლა არ მგონია ამის. მაგალითად დღესაც პროპაგანდისტული არხები, როცა მაგალითად ამ თეატრს ყოველდღე აძახებენ, რომ თურმე ივანიშვილი საშენებულია, ხმამაღლა მინდა ვთქვა, რომ საერთოდ ერთი კაპიკი არ არის ივანიშვილის დახარჯული. ეს არის სახელმწიფოს ფულით აშენებული ნამდვილად, შემიძლია თქვა და არც ფონდი ქართულ არაფერ ჩუაში ამ თეატრთან. ამიტომ მე არ მგონია რომ ეს ესეა. მეორეც, ჩემის აზრით, იმიტომ მსახიობებზე რომ თქვენ აი უბრალოდ რომ ვიმსჯელოთ, გუშინ მქონდა ისტორიული დღე ამ თეატრს. ჩემ თეატრს, ახალ თეატრს, სპექტაკლს, რომელსაც არ ვთამაშობთ, ვერ ვთამაშობთ, იმიტომ რომ ესეთი სიტუაციაა. მაყურებელი უკეთებს დონაციას. ნაყიდია ყველა ბილეთი და მაყურებელი 7 საათზე მოდის და ტაშს უკრავს ამ თეატრს იმისთვის კი არა, რასაც თამაშობენ, არამედ პოზიციისთვის. და ეს პოზიცია მარტო ეს თეატრის საქმე არ არის. შეხედეთ ბოლო წლებში რა ხდება ქართულ თეატრში. თითქმის ყველა თეატრი არის სავსე. იმიტომ რომ ქართული თეატრი ზუსტად პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც გარეთ ხდება. ნახეთ დათა თავაძის ბოლო სპექტაკლი, ნახეთ მიშა ჩარკვიანის სპექტაკლები, ნახეთ სხვადასხვა თეატრებში არ მინდა ვინმე გამომჩეს. ნახეთ იგივე ჩვენი თეატრის სპექტაკლები. ჩვენ ამაზე ვლაპარაკობდით, რომ საშიშროება არსებობს, რომ ყვდებით მართლა როგორც ქვეყანა. მაგრამ ეს არ იქნა გაგებული. მით უფრო რომ კულტურის აი ამ პოლიტიკური სფეროს წარმომადგენლები ნაკლებად არიან დაინტერესებული თეატრით, მაგრამ სამაგიეროდ ამ სპექტაკლებმა გაზარდეს მაყურებელი და ამ მაყურებელმა საბოლოოდ თქვა რომ გვეყოფა აღარ ვიზავთ ამას. სწორედ ამიტომ ხდება დღეს ეს ყველაფერი ქართულ მსახიობებზე, იმიტომ რომ მათი ჯერა ხალხს, მათი ნამდვილად ჯერათ, იმიტომ რომ ისინი არიან ალალები, ისინი არიან მართლები და ისინი მართლა იდეას მიყვებიან. მე მგონია რომ ანდრო ჭიჭინაძე სწორედ ეს სახეა. თუკი ვინმე შეიძლება იყოს, არ ვიცი, სუფთა გაუსწრელი ამ ყველაფერში არის ანდრო ჭიჭინაძე. ანდრო ჭიჭინაძე დღეს ამისთვის ისჯება, ჩემის აზრით, რომ სწორედ ჩვენ გვითხრან, რომ თუ არ გაჩერდებით, აი ეს დაგემართებათ. მე ძალიან მიხარია, რომ ანდრო ჭიჭინაძეს არ ეშინია, არის მაგრა და შემოთვალა ეს, რომ მე არ მეშინია. ეს არის ყველა თავარი არის ერთი რამ, რომ არ შეგვეშინდეს. ჩვენ ჩვენი შიშების რაღაცა იმაში ვართ გაზრდილი. ყოველ შემთხვევაში ჩემი თაობა და მე მართლა მგონია, რომ ირგვლივ რაც ხდება, ამ შიშისგან განთავისუფლება. აუცილებლად განთავისუფლებით შიშისგან, ამაში დარწმუნებული ვარ და აუცილებლად აი ამ ირაციონალურ შიშებს დავამარცხებთ და მივიღებთ იმას, რაც უნდათ ჩვენ ახალგაზრდებს. თავარია ჩვენ მათ მოусმინოთ და არ შეუშალოთ ხელი და არ არჩეხოთ ისე, როგორც ჩვენ აღშეხეთ ჩვენმა ძველმა თაობამ. გეთანხმები და საოცარი ხალხი აღმოვაჩინეთ თქვენი სახით, ანუ თქვენი სფეროს სახით, აი წეღან ახსენეთ თქვენ დათა თავაძე და არა მარტო დათა, მაგრამ საოცარი თაობა, რომელიც არის თავისუფალი, რომელიც არის პროევროპული, რომელსაც უნდა ნორმალურ ქვეყანაში იდგეს სცენაზე, რომელსაც არ უნდა ეს საბჭოთა წყობილება და რუსული სტილით მართული ქვეყნის მსახიობობა და ეს რაღაც აი გაოგნებული ვარ მე ამ ხალხით, ხო, რომლებიც ქუჩაში დგანან ამდენი დღეა და აპროტესტებენ და ეს არის ყველაზე ხმამაღალი სიტყვა, რაც ისმის სწორედ თეატრებიდან, რაც ისმის თქვენი სფეროდან. მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ და ჩემი დიდი პატივისცემა ყველა ამ ადამიანს და პირადად თქვენს დათო, მე ძალიან დიდ პატივს გცემ თქვენ იცით და მიმაჩნია რომ თქვენგან ნათქვამის სიტყვა კიდევ უფრო სხვანაირად ისმინება. თქვენ როდესაც საუბრობთ უმძიმეს სიტუაციაზე, რაც ამ ქვეყანაშია, კიდევ უფრო სხვა წონა აქვს თითეული თქვენგანის სიტყვას. ამიტომ მე მიხარია რომ დაგთანხმდით თუნდაც დღეს და მიიღეთ ამ გადაცემაში მონაწილეობა. რამეს ხომ არ დაამატებდით, აი რეალობა, რომელშიც ვარ დღეს ჩვენ და ხვალინდელი დღე არის მეტად ბუნდოვანი. ვიცით რომ გამარჯვება აუცილებლად იქნება, მაგრამ თან ყველას გვახსოვს ჩვენი შვილებისთვის მიშვერილი ის გაზის ჭავლი, წყლის ჭავლი, დაპატიმრებები, დაჭერები, ჩალურჯებული თვალები და არნახული წამება, რაზეც ყვებიან, მათ შორის თქვენი კოლეგები და თქვენი სფეროს წარმომადგენლები.
მე მგონია რომ დღეს ჩვენ არ ვართ იმ ფუფუნებაში რომ ჩვენი საქმით ვიყოთ დაკავებული სამწუხაროდ ჩვენ წაგვართ ეს პროფესია ჩვენ ახლა სხვა პროფესიას ვემსახურებით ჩვენ მოვალეობას ვიხდით ჩვენი სამშობლოს წინაშე ამ შემთხვევაში მე მგონია რომ თეატრი მალე დაბრუნდება მაგრამ პირდებით ვინც არ უნდა იყოთ და როგორც არ უნდა იყოს მომავალი მთავრობაც სულ ერთია ჩვენ გავაგრძელებთ ამას, ჩვენ არ გავჩერდებით. ჩვენ ყოველთვის შეგახსენებთ იმ მანკიერებებზე, რაც ხდება. ვიყვირებთ ამას ხმამაღლა, იმისთვის, რომ ვეღარ გაბედოთ და აღარ გაბედოთ იმის კეთება, რასაც არის უფლებასაც აძლევთ თქვენ თავს. დამთავრდა ეს სხვა საქართველოა. ეს აღარ არის ჩემი თაობის საქართველო. ეს არის ახალი თაობის საქართველო, რომელიც ეხლა იბადება ჩემ თვალწინ და მე ბედნიერი ვარ, რომ ამის მომსწრე ვარ. ეს შემიძლია გითხრათ. მადლობა დათო, დიდი პატივისცემა და სიყვარული თქვენ. მადლობა. დავით დოიაშვილი რეჟისორი